მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ ლევან ზოიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ლევან ზოიძე ქობულეთის მერის პოზიციაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმაც, რის შესახებაც მანაც განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა. უფრო ადრე კი თანამდებობიდან წავიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიშვაძეც. მთელი მსოფლიო თურქეთში ხვალინდელს შეხვედრას ელოდება. ამ დრომდე გაურკვეველია ჩავა თუ არა სტამბოლში თავად რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა. ზელენსკი პუტინთან შესახვედრად მზადაა, თუმცა თურქეთში მისი არ ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის სხვა წარმომადგენლებთან აუდიენციას გამორიცხავს. უპასუხო დარჩა ევროპელ ლიდერთა არაერთი მოწოდებაც ცეცხლის 30 დღის შეწყვეტის შესახებ, რაც ხვალინდელი მოლაპარაკების მთავარ პირობად იყო დასახელებული. ამ ფონზე ევროკავშირი მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებასა და ზეწოლის გაძლიერებაზე აფრთხილებს. უკვე ცნობილია, რომ თურქეთში ჩავლენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები. სტამბოლში იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ხვალ ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გაუძღვება. წინასწარი განცხადებების მიხედვით მეტწილად სწორედ ხვალინდელ დღეზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკებები და დარჩება თუ არა პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლად. რუსული მხარე განაგრძობს მზადებას მოლაპარაკებებისთვის, რომელიც უნდა გაიმართოს ხუთშაბათს. ეს არის ფაქტობრივად ყველაფერი, რის თქმაც შეგვიძლია. ჯერჯერობით მეტ კომენტარს არ გავაკეთებთ. ევროპის მიდგომა არ არის დაბალანსებული, მიმართულია ომის გაგრძელებისკენ და მკვეთრად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც აჩვენებენ მოსკოვში ან ვაშინგტონში. დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ. მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას. საქართველოს 2008 წელს ისწავლა. უკრაინამ 2014 წელს ისწავლა ყირიმის ანექსით და ახლა უკვე რუსეთის 3 წლიანი სრულმასშტაბიანი ინტერვენციით. კახეთის პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა. დაკავებულია სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე. დანაშაულები 6 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საატვირთო ავტომანქანებში არსებული სპეციალური სამალავის მეშვეობით სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს. ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით სხვადასხვა გზით ნარკოტიკული საშუალებების შეძენას ცდილობდნენ, რათა შემდგომში მისი რეალიზაცია მოეხდინათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 და 226 მუხლებით მიმდინარეობს. მდინარე მტკვარში უკვე 9 საათზე მეტია სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები 3 ადამიანს ეძებენ, რომლებიც ავტომობილით მდინარეში ღამით გადავარდნენ. კონტაქტურია და უკვე ბინაზე გაეწერა ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელიც სამაშველო სამსახურმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის მატჩები დღეს გაიმართა. ოზურგეთის მერცხალმა საკუთარ მოედანზე ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ოზურგეთის მერცხალმა დღეს ვიტ ჯორჯია 2-ს უმასპინძლა. შეხვედრა უხგოლიანი გამოდგა და ოზურგეთთან უპირატესობით წარიმართა. მატჩის დასაწყისში მე-9 წუთზე ანგარიში ოზურგეთელმა ნიკოლოზ მარშანიშვილმა გახსნა. მანვე 57 წუთზე 2-მდე გაზარდა ანგარიში. 2 წუთში დავით ბოლქვაძემ ოზურგეთელთა უპირატესობა 3-მდე გაზარდა, თუმცა 64 და 66 წუთებზე სტუმრებმა 2 გოლი გაიტანეს და ანგარიშის სხვაობა შეამცირეს. 71 წუთზე გიორგი ჭანუყვაძემ 11 მეტრიანი დარტყმით მეოთხე დაიღო ვიტ ჯორჯიას კარი. საბოლოოდ მერცხალმა ვიტ ჯორჯია 2 ანგარიშით 4-2 დაამარცხა. მომდევნო მატჩს მერცხალი სტუმრად 21 მაისს გამართავს და არაგველებს შეხვდება. დღევანდელ ტურში გამარჯვება მოიპოვა ლანჩხუთის გურიამაც. მან სტუმრად ვანის სულორი დაამარცხა ანგარიშით 0-2. 8 ტურის შემდეგ ოზურგეთის მერცხალს 11 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. ლანჩხუთის გურია 14 ქულით ამ მომენტისთვის მეოთხე ადგილზე იმყოფება. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.